გამარჯობათ. როგორ ხართ? კარგად თქვენ? მეც არავიშავს. ბატონო ძალიან დიდი მადლობა. აუ ეს ბატონი ჩარდან. მაშინ მე ხა ისედაც ცოტა ის მჭირს საქვია ეს სითავხედე არ ვიცი რა ჯანდაბა მჭირს ყველა შენობით მიმართავ ხოლმე და ძალიან ვცდილობ მე რაღაც ფორმა ვიპოვო რა. ამიტომ მოდი თქვენ დაიწყეთ და თქვენ როგორც დაიწყეთ შენობით. არა, შენობით ვილაპარაკოთ და. კი ბატონო, ვილაპარაკოთ შენობით. ბიზნესთან ვილაპარაკოთ შენობით. ხო, თუ ესეთი ჩივაძემ თქვა ერთხელ რომ ისა ვიღაცა რომ მოდის და ხო იცი ტექნიკურია, ბურთან ხო გემრიელია, თბილად არის ესე შენობით ახარ ბურთან თუ თქვენობითო. ანუ რასაც გინდა იმას უკეთებო თუ აი სულ თქვენობით ელაპარაკები და ბოდიში რა აქეთ წამოდი, ბოდიში რა იქით მოდი. ამიტომ სპორტსმენებსაც აქვთ ესეთი გამოთქვა შენობით და თქვენობით. აი ვიცი თქვენ იქნებ მოგვიყვეთ. კი ბატონო. თქვენი გიჟური წამოწყებები, ვის ჯეროდა, ვის არ ჯეროდა, ვინ დააჯერეთ, ვის დღესაც ფიქრობს, რომ ალბათ კი, მოგიყვებით, რა პრობლემაა. ჩემი გიჟური წამოწყებები დაიწყო ძალიან ადრეულ პერიოდში და ძალიან ადრეულ ასაკში. ჩემი ბიზნესი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ბიზნესი არ ბიზნესობდა ლეგალურადაც კი. თვითონ ეს სიტყვაც არ ვიცოდით. ხო, სიტყვაც არ ვიცოდით და მაშინ ესეთი ტერმინი იყო პერესტროიკა თუ რაღაც გლასნოსტ რაღაც ესეთი ჩვენთან საქართველოში და მაშინ დავიწყე ბიზნესი, დავამთავრე უნივერსიტეტი და სამეცნიერო დაწესებულებაში რომ მივედი, ზუსტად ერთ წელიწადში დავინახე, რომ რაღაც ეს ცარიელი ტომარა ფეხზე ვერ იდგა რა და წაიქცეოდა. ცისფერი მთები იყო, ხო? ხო. და გადავწყვიტე რომ ჩემი მეცნიერებით მეშოვნა ფული ჯერ და რაღაც საკონსულტაციო ბიზნესი გავაკეთე. გეოლოგი ვარ, სპეციალობით გეოფიზიკოსი ვარ. გამომივიდა რა, გარკვეულწილად. ისე გამომივიდა რომ საბოლოო ჯამში ვისთანაც მივედი სამუშაოდ, ის ყველა ჩემთან მუშაობდა მე. ნამ გეოლოგიურ კვლევებს ვატარებდით, გეოფიზიკურს, შინვალის წყალსაცავი, ენგურის წყალსაცავი, კიდევ სხვა. ხო და აი მთავარი ასე ვთქვათ ფიგურები ვიყავით ტრანსკავკასიის რკინიგზა და ესეც სამუშაო. ბოლოს ატომური ელექტროსადგურზეც ვიმუშავეთ. სადაც გალში, ხო, გალში. აბა გალი მაშინ ჩვენი იყო, კი, მე როცა მუშაობდი. აფხაზეთი კი, მაშინ იქ აშენებდნენ, აპირებდნენ სიდაში, აპირებდნენ ატომური სადგურის გაკეთებას რუსები, ხო და მე იქ მუშაობდი, კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა ჩვენი, მაგრამ მე კიდე ცალკე განყენებულად მუშაობდი. ეს იგივე იქნებოდა რაც სასონხეთშია? კი, რა თქმა უნდა. და იქ აღმოჩნდა მე რღვევის ხაზი ქვია გეოლოგიაში, არ ვიცი რა გეუბნებათ, მოკლედ ეს ერთმანეთს კვეთავდა და სეისმური ფონი უფრო მაღალი აღმოჩნდა და უფრო ძვირიждდებოდა ეს გალი არის ესეთი, ანუ სეისმურია გალი? კი, იქ 8 ბალიან სისტემაში იყო და იქ იყო რღვევის ხაზი, ანუ იქ ფილები, ფილაქნები ხო მოძრაობენ. ხო, აი ამ იმაში. ხო, და ეს ორი რღვევის ხაზი იქ თავარი ამოცანი გამოწვევა რა იყო, რომ ეს ორი რღვევის ხაზი თუ იყო პარალელური, მაშინ სეისმიკას, მიკროსეისმიკას ანგარიშობდნენ ჩვენთან გეოფიზიკის ინსტიტუტში. ეს იყო 8 ბალიანი, მაგრამ ეს უნდა გადაეკვეთათ ამათ ერთმანეთი, რომ მაშინ 9 ბალიანი ხდებოდა 8 ნახევარი. ხო, და 8 მეტი და მაშინ ხდებოდა ის რომ ასეთ სისტემაში რო აშენებდი უფრო ძვირიждდებოდა. ეს იყო ამოცანა რა. თორე შეიძლებოდა ისე. ნუ აპირებდნენ რა, ყველაფერი შეიძლებოდა მაშინ ხო და აპირებდნენ. ისე რომ თბილისში გავხსენეთ კომპიუტერების ქარხანა მაშინ. ქარხანა? კი, აკვაწვდით. ესე იგი, ჩვენ მოგქონდა ტაივანდიდან, King Phoenix იყო ესეთი კომპანია, მოგქონდა დაშლილი კომპიუტერები და ძალიან დიდი მარჟა ქონდა ამას და ვაწყობდით ამ კომპიუტერებს და ყველაზე დიდი პრობლემა იყო ის რომ ვერ უყიდულობდით უკან, იმიტომ რომ ვალუტის გადარიცხვა არ შეგვეძლო. და ეს მაშინ ეს ანუ აწყობდით და ვერ ყიდიდი უკან რომ უკან ვერ ყიდულობდი, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა ვალუტაზე ვერ ყიდი შიგნით. ქვეყანაში ვალუტაზე გაყიდვა არ შეიძლებოდა, უნდა გაყიდდა მანეთებზე და მანეთიდან კონვერსია არ ხდებოდა. ანუ ვერ იყიდდი დოლარს რა. ამის უფრო კომპონენტებს როგორ ყიდულობდი? აი აქ ხსნი ახლა.
ამათ კრიპტო როდის გონიათ ბიჭო? მოკლედ ამ კომპანიამ ვიცხოვდრე. ეს კომპანია, ვინც იყო ჩვენი პარტნიორი, ერთი იყო Oriente International, ესეთი კომპანია გაიგია ბევრს დაფრინდა, გეცოდინება. ეს არის შენონის აეროპორტის და დუბლინის აეროპორტის მენეჯმენტის კომპანია. და რომელსაც ჰქონდა ამავდროულად ჰქონდა უბაჟო მაღაზიების ქსელი შერემეტოვის აეროპორტში. აი წარმოიდგინე რა, ესეთი კომპანია მოვიყვანეთ და დიდი ღომში ჰქონდა ეს ასაწყობის საამქრო. ეს რომელი წელია? აუ აღარ მახსოვს. იქნება 88 წელი, 99 წელი. საბჭოთა კავშირი არსებობს. საბჭოთა კავშირი არსებობს და საქართველოში არ არსებობს საბაჟო მაგ დროს. წარმოგიდგენიათ პროდუქცია რო ჩამოგდიოდა, აეროპორტში მივდიოდით, ვიღაც ერთი ხალი იყო, ვინც რაღაცა საბაჟო მერეც არ არსებობდა, რო არსებობდა. ხო შეიძლება, ალბათ, მაგრამ მაშინ უფრო არ არსებობდა რა. ხო და მოკლედ ამ საბუთებს რაღაცნაირად აგზავნიდნენ სადღაც, არ ვიცი სად, იქ ბეჭედს ატყავდა, მანქანებიც რო ჩამოგდიოდა, ესე იყო რა და თბილისში, მოკლედ ამ კომპანიამ გითხრა, რომ საჭიროა, რომ კონვერტაცია მოხდეს ამ თანხის და როგორ გავაკეთოთ კონვერტაცია და ესეთი გზა შემოგთავაზეს, რომ გავყნოთ უბაჟო მაღაზიაო, აეროპორტშიო და იმაში რა ქვია. აეროპორტი ითვლებოდა საზღვრად. აეროპორტი ითვლებოდა საზღვრად, მაგრამ ჩვენი აეროპორტი არ ითვლებოდა საზღვრად. საერთაშორისო კავშირი ხო და აუ ბევრს გვარყვები, თუ კიდე მოკლედ მოყვები. და მოკლედ მოხდა ესეთი რაღაცა, რომ იყო duty free და იყო taxi free. და ქალაქში გავხსნათო მაღაზიაო, მაგრამ მეორე გამოწვევა იყო, რომ ამ მაღაზიას ვალუტაზე ვერ გაყიდი შიგნით და იყო ესეთი ორგანიზაცია SAC ვალუტ ვაჭრობა. SAC UL ვაჭრობა, რომელიც იყო ციცინათელა რუსთაველზე თუ გახსოვთ. მოკლედ ამასთან დავდეთ ხელშეკრულება. ეხლა ადვილად ყვები, მაგრამ 24 წლის ბიჭისთვის ეს ყველაფერი გააკეთო. საბჭოთა პერიოდში ასპირანტურას რო თავი დაანება და აქეთ გამოვიდა, ცოტა ეს არის. მოკლედ ამათი მეშვეობით ესეთი რამე გავაკეთეთ, რომ დავდეთ კონტრაქტი, ამათთან შეგვქონდა ესაკონელი. ეს შენი SAC ვალუტ ვაჭრობის მაღაზია გავარემონტეთ, მთლიანად და 14 დიდი ტრაილერი მოვაყენეთ. მოვედით ამ საქართველოში და ბანკში მივედით, რომ ანგარიში გავხსნათ და ესე გითხრეს, რომ ჩვენო არა გვაქვს კოინებიო, ფული იმისი. და ამ ვერ ივაჭრებთ, იმიტომ რომ ქეშზე ვერ ივაჭრებთ, ხურდას ვერ დააბრუნებთ და მაშინ ბარათები ისე არ იყო რა. რა მოკლედ ჩამოვიტანეთ ეს კოინები და ჩავიტანეთ ბანკში 3 ტონა, 2 ტონა ხურდა ფული ჩამოვიტანეთ. ხურდა ფული მივიტანეთ ბანკში. ხო და ეს მოკლედ მაშინ მე ხო გეოფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდი, საწყობიც არის. ხო, ჯერ კიდე რუსული ეს ერთი მანეთი, კი, მატრიოშკა კაპიკი, 20 კაპი რა იყო, რა კაპიკი? რუსული მანეთი, რუბლი. შავი რო იყო, შავი ფერი. ლენინი რო ეხატა რა, რუბლი, ხო, 3 მანეთი და 10 მანეთი და კიდე რა იყო? 10 მანეთიანი იყო? 10 მანეთიანი, 25-იანიც იყო მე. არა, ქაღალდის ფულს არ ვუყურებ. ქაღალდისაც გეუბნი. კოინები, დოლარები ჩამოვიტანეთ. დოლარი. ესეთი კალბასები ვით იყო ესეთი რაღაცა. ხო და მოკლედ ეს ხო სულ გამოწვევებია რა, წარმოიდგინე რამხელა პრობლემა მიხვალ სადღაც მოიტანე 14 ვერ ივაჭრებ გეუბნები. რატო? ახლიდან უფლება არა გაქვს ივაჭრება. წახვალ დატრიალები, ხო, იქ რაღაც ვიღაც ბუხუტი ვნახეთ, რომელიც უფროსი იყო, ამის ვიღაც სახში მივაკითხეთ უთხარით. და სულ ამას მევაკეთებ რა, როგორც პატარა, ეს ჩემი უფროსი ძმები და ისინი ჩუმად არიან, იმიტომ რომ ისინი ხო ერთი პარტკომი იყო თუ რაღაცა ჩემი და ეშინია და მე დავდივარ და დედა ჩემი ნერვიულობს, რომ ასპირანტურას თავი დაანება და ჩამოვიდა და პროკლამაციას მეჭდას და რაღაცა და სულ პრობლემები მქონდა. ყველას ეშინოდა რა. წარმოდგენაც არ ქონდათ და გეკნებოდათ, რომ ამდენი ბარიერი და ამდენი ხო, ვერ წარმოიდგენდი ხომ. მიდიოდით რა, პარაშუტიც ეგეთი უნდა. ამ ტიპებმა კიდე იმიტომ წამიყვანეს, რომ შენო დაილაპარაკებო რუსულად. რისი გჯეროდათ, რომ ფულს რაში იშოვიდით? აი, რაში შოულო ფული? დღესაც ვერ გავიგე ფული რაში იშოვეთ. ეხლა იქ მაგალითად რომ მივდიოდი, სულ არ მიკვირდა, რომ ჩავიტანდით კონიაკს, გავყიდდით, იმიტომ იქ მე წინასწარ მოსინჯული მქონდა, იმიტომ იქ ბიძა მყავდა მე იმაში თურქმენეთში და იმასთან გარკვეული მქონდა, რომ ჩავიდო. ალკოჰოლ სასმელს ჩაიბარებდა, კი, მაგრამ ვერ მივიტანეთ იქამდე, ეგ იყო და მე მოხდა, რომ ბარტერი იპოვეთო და ბარტერი იმდენად თურქმენეთში მაშინ ეკონომიკა
არ იყო ესეთი რა ბიზნესი. ძალიან იაფიღი და ბარტერით რო გავცვალეთ, არა, კონიაკში არ გაიცვლებაო და გვითხრეს რომ უნდა გაცვალოთ ტომატში, იმიტომ რომ ქარხანას არ ქონდა ტომატი, ვერ აწარმოებდა. ტომატის პასტა კილკაში და კილკა აქ მერე გაღიდო. ხო, და ტომატი რომ მიუტანეთ პასტა, ხო, იმათ აწარმოეს ესა და უკვე მოგწეს ლიცენზია. აი დღეს როგორი გიჟური წარმოდგენა გაქვთ კიდე ხვალ. აი დღეს გეტყვი რას ვაკეთებ. რასაც შეიძლება ჩვენ კილკა გავცვალოთ ტომატში ან ტომატი გავცვალოთ კომპიუტერში. არის 1001 გამის თავგადასავლებული. მე მართალ ვიყავ. არა ეს იყო ეხლა ხო არ ვიგონებ. არა, ხდება. ეგრე იყო და რა ვქნა რა. დარწმუნებულია ბევრი რაღაცები იქნებოდა. თურქეთი, ჯართი, რაღაცა იქით აქეთ და მე დაალაგდა თემა უკვე და უფრო რაღაც მიწაზე დადგა და მე უკვე გადავედი ენერგეტიკაში, განახლებად ენერგიებში, ამის დღეს ვითვლები ამის ექსპერტად რა. ზუსტად რის. მწვანე ეკონომიკა, მწვანე მშენებლობა, დეველოპმენტი, აი ბრაუნფილდები თუ გაგიგიათ, ეს არის ბრაუნფილდ. ხო, ბრაუნფილდი ეს არის ადგილები, რომლებმაც დაკარგეს ფუნქცია და ვეღარ ვითარდებიან და შენ მას ახალ ფუნქციას ჩაუსვა. ბრაუნი რაღაც დამწვარს. არა, არის, ნახე გრინფილდ არის, რომელიც და ბრაუნ არის რაღაცა იყო და იმ ადგილას აკეთებ. ხო, და ჩემი პროექტები იყო, რაც დავიწყე. მე არქიტექტორებთან მივედი და იქ არქიტექტორები მყავდა და მე ჩემი ლაბორატორია მაქვს ახლა არქიტექტურის ფაკულტეტზე, სადაც ვასწავლი. და ჩემი პროფესიული სასწავლებელიც ვარ, სადაც 5 საგანი მაქვს და და როგორ არ გიცხოვლია რამდენს თამაშობდით. ხო და არა, თურმე მე რა მოსაწყენად მიცხოვრია და თქვენს და საერთოდ. ხო, აი ესეა რა. შენ ვერასდროს ვერ გაყვებოდი კი? ვერა, შანსი. არ არსებობს ამის რისკი. ხო და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო გამოწვევა, სულ გამოწვევები იყო და ეხლა როგორ მოგიყვეთ ცხოვრებაში, სულ მთელი ჩემი ცხოვრება იყო გამოწვევა რა. არა ის ბოლო მაინც როცა გძნობთ რომ ეხლა სადაც ვართ, აი ეს ბრაუნფილდების ნახე რატო იცი მე თვითონ მომწონს, როდესაც მიდიხარ პრობლემაში, პრობლემას წვიტავ, აკავს რაღაც დონეზე და მე ყიდი. ყველა ისტორიაში, ხო? რაც ყველაზე მიმზიდველია, გარდა იმისა, რომ ფაქტიურად არც ერთი პროფესია არ მესმის, რასაც თქვენ ყვებოდით, არც მე არ მესმოდა სანამ არა, რისი თქვა მინდა. აი ამ ის მაკვირვებს რა ძალიან. აი რამ ხელაზე წინ გახედული ის ქონდათ რა, vision, ხედვა. ხო და აი აქ მინდა რომ უფრო მეტი არა სიცხადეს ვერ შემოვიტანთ, იმიტომ რომ დღეს თქვენ რასაც იტყვით, ესეც ალბათ 20 წლის კიდე იქით იქნება, იმიტომ რომ ის უკვე გავლილი გაქვთ, რაც მოხდა, ხო? საინტერესო რა არის, ესე კონკრეტულ რაღაცას კი არა, ეს ზოგადად რო შეხედოთ, ყოველთვის რაღაცა როგორც შევთქვი თქვა, არა ხო წიხართ რა მისი რა და დინამიკა შეუძლებელია ეგეთ ადამიანს რაღაცა წინა არავის არ ჯერა, ხო? აი ნებისმიერი საქმე, რასაც იძახით, არავის არ ჯერა. ყველა ეგ წარმოიდგინე ინვესტორი რას დაგიჯერებს, 2009 წელია ომი დამთავრდა. აი როგორ კიდე 300 სახლი ავაშენე. როგორ არწმუნებთ ამ ხალხს, რომ აი ეს ომის ამბებს მოგიყვებით, არ როგორ არწმუნებთ სახლის აშენებაზე ჯერავთ რა ვიცი. მაინტერესებს და იმითი გათვობა ლო. ხელს არაფერი არაზოს არ გიშლით, მე რასაც უყურებ. არ ვიცი, აი როგორ არ მიშლის. არა, აი რა გიშლის ხელს, აი დღეს მოხვედით ჩვენთან, წარმოუდგენლად საინტერესო იყო, აი მე ხა ისეთ რაღაცეებში მოვხვდი, რომ არ ვიცი, ხა ეგ რომელ ფენებში გადის, ხო ის გეოლოგიათი რო დავთვალო პირველი ბალიდან, მე 9:30-მდე ავედით, მაგრამ აი ხელს არაფერი არ გიშლიდათ, ომი ხელს არ გიშლის, უსაბუთობა ხელს არ გიშლის. რა ქვია იმას, არასაზღვარი, საზღვარი, მერე დამიჭირეს, მერე ეს და იმდენად ერთმანეთისგან განსხვავებული ბიზნესებში იყავით ჩართულები, რომ ამ დროს რაღაცა მაინც სადღაც ყოველთვის ეს თქვენი პროფესიაც გეხმარებოდათ, რამდენადაც მესმის, რაღაცა მათემატიკა, ფიზიკა, ეს. აი დღეს რა ხდება თქვენს ირგვლივ? რა გიშლი დღეს? რომ თქვენი ესეთი აი წარმოუდგენლად რაღაცა გაუგებარი, ჩემი აზრით, მაინც რეალობას მაინც მოწყვეტილი მგონია რა.
თან წარმატებული იყოს და თან აი ხელს გიშლიდეთ, რომ ყველა თქვენზე საუბრობდეს რა. მე გეტყვი დღეს მე რა მინდა. მე საერთოდ გეტყვი ჩემში რა ხდებოდა რა. მე შემიძლია გითხრა ის, რომ არასდროს ჩემში არ ყოფილა, რომ მე ყოფილიყავი ყურებ ჩამოყრილი და არასდროს ჩემში და ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს მეუღლეში, რომელიც 53 წელიწადია ჩემი მეუღლეა და ჩემი შვილები ამბობდნენ და ჩემი მეუღლე რომ ეს მიატოვებს ამას და წავა, ხო? მაგრამ მე თუ იმას მივატოვებდი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ უკეთესისკენ წავიდოდი. არასდროს არ ყოფილა ჩემში ყურებ ჩამოყრილობა და არასდროს არ ბანკებშიც ყოფილვარ ისა პრობლემულში. განა არ ყოფილა. როგორ შეიძლება არ მოგცეულიყავით ჩემთან ადამიანი პრობლემურ კრედიტებში, მაგრამ პრობლემული კრედიტი იმიტომ ხო არის რომ ყელი გამოგჭრა. პრობლემული კრედიტია იმიტომ რომ პრობლემული ტიპი გახდე არა პრობლემური და ყოველთვის არა პრობლემა. მე ისევ მაძლევდნენ კრედიტებს. განა არ მაძლევდნენ. დღეს რა არის თქვენი პრობლემა? დღეს ახლა რა არის ჩვენი მოცემულობა? ჩვენი მოცემულობა ისე რომ ჩვენ ერთი ვიცი ბოდიში რომ 5%-იანია ეს ვაშლის სიდრი. და არა ყველას უნდა რომ დათვრეს და რომ დავამატოთ ეს 5%. აი ნახე დავამატეთ უკვე ჩვენ და დათვრეს არ შეიძლება. ჩვენ ესეთი რა ჩემს ცოტა ერთი ვერ მოიქნიო რა ხელი ეს იძახის ერთი ჩვენ დღეს რასაც ვაკეთებთ ეს აფალში როგორ მეძახით გერმანულად. ნუ ჩვენი გეტყვი რა ჩემ თავს რა ხდება ახლა და რა პოზიციაში ვარ შემიძლია გითხრა კი პრობლემა მაინტერესებს აი სად არის ჭიდა მოკლედ ახლა ესეთ პოზიციაში ვარ რომ გვაქვს ეს ნულოვანი ემისიის 1800 კვადრატული მეტრი შენობა ბაზარეთის ტბისპირას რომელიც არის დემონსტრაცია მწვანე მშენებლობის სადაც მოდის ბევრი ადამიანები და სადაც გვაქვს პროფესიული სასწავლებელი და ეს ვაშლის სიდრი იქ მოვიდა იმიტომ რომ ეს იყო დემონსტრაცია იმისა თუ მეღვინეებს როგორ გაეკეთებინათ ნულოვანი ემისიის საწარმო. ანუ ვაშლის სიდრი არის მეორადი პროდუქტი არის იმისი რომ ეს არის იმის მეორადი ნარჩენს ხმარობთ კომპოსტირებას ვაკეთებთ. ეხლა რაც იდეა გვაქვს ის არის რომ ამ ფერმენტაციის დროს CO2 ხო გამოიყოფა რომელიც ოზონის ფენაზე ზემოქმედებს. ეს რომ მობრუნდეს უკან არ მინდა ამ თემაზე ვილაპარაკო ასე. ვერთო ჩემო. ხო და ყველაზე მთავარი ჩვენთვის არის რომ დღეს ჩვენ უკვე გვაქვს 10 წლის წინ 12 წლის წინ დავიწყეთ ხილის დისტილატების კეთება ნულოვანი ემისიით. ანუ ისევ მზეზე ვაკეთებდით, მზის ენერგიით ვაკეთებდით ამ დისტილატებს და კოლექცია გვაქვს ჩვენ ძალიან დიდი კოლექცია გვაქვს. ანუ ნარჩენი არ არსებობს თქვენ ბიზნესში? არ არსებობს ნარჩენი, აბსოლუტურად. ხო, ანუ ეგ არის მთავარი ძალიან დიდი. ის პარკებიც არაფერში აღარ გამოგვადგენ. ის გავყიდეთ კაცო. ხო და პარკების ბიზნესიც რო ქონდა, არც იქ არ ქონდა ნარჩენი. ეხლა რასაც ვაკეთებთ, ეხლა მუშაობთ, ჩვენ რაც შევქმნით და გავაკეთეთ, 10 წლის გახდა ეს ჩვენი კოლექცია. ეს აღარ ყვები რას იყო, ეხლა გადავედით ბრენდული სასმელების შექმნა. ნუ იდეა იყო, რომ საცივის ჟუვაჩკა გაგვიკეთებინა რა, საცივის გემოთი ჟუვაჩკა და გაიბერებოდა? ხო, და კბილებს გაიწმინდავდი. მოკლედ ამ ტიპთან ერთად შევქმნით სასმელები, ბრენდული სასმელები. ხო არის ავტოკალამი ბრენდი. და რა ერქმოდა ბაჟე? შეიძლება, არა, ბაჟე, საცვის ბაჟე რაც საცივი ერქმებოდა. ხო, დღეს ჩვენ ვქნით გემოებს რა. ანუ იდეაში ხარ რასაც ვისმენ, 20 წლის მერე კაი ჟუვაჩკების ფაბრიკა შეიძლება, ქარხანა შეიძლება მქონდეს? არ ვიცი, შეიძლება, გაგითხრა. ელექტრო, ესე იგი green field და ელექტროეფექტური სახლებიდან brownfield development-ზე მე მივედით ესე ენერგოეფექტური სახლი თუ საწარმო შევქმნით ბაზალეთზე. ის ბაზალეთი საწარმო. მე მგონი ისეთი პრეზერვატივი გასდება რომ გაქრება. გახრეტა რო არ დაჭირდება. გაკერები რო ქრება, ხო იცი? იმით ხო ხრიტავენ. წარმოიდგინე ეგეთი პრეზერვატივი. აუ იცი, მე მგონი ეს ადამიანი არის. დაგიცავს და გაქრება. უნარჩენო იქნება. უნარჩენო, წარმოიდგინე, თო. თავარი დროზე იდი, აი ეგ წავა. მე მგონი მაღაზე უნდა გავაკეთოთ. შემდეგი ეტაპი ეგ. არა ეგ შენი იდეა და მე რატო შეგეძლო. არა ვიღე, ვიძლებ ტექნოლოგია გექნება მაგის. ჩემი პატარა წილი. გაგიო, ჩემი პატარა წილი იქა. თითო აქტში პატარა წილი. თითო აქტში.
მარჩენები. სწოიცი. მარჩენები. იქი რომ სერიოზული სპარირობით ის. რა დაგჩარა მე? ჩვენი ურთიერთობიდან არაფერი არ დამჩენია ძმაო. დაარქვი, რაც გინდა ის დაარქვი. რას დაარქმევთ? უჩინ მაჩინის ქუდი. უჩინ მაჩინის ქუდი. ქუდი არ არის თავის. ქუდი აბა რა არის? უჩინ მაჩინის ქუდი რა. საოცრება ისტორიები მოვისმინე. საოცარი ამბები. ხო, ესეთი ოდისეი რო დამოძრავდა და არ იყო მებრძოლი კარგი, მაგრამ იყო ნიჭიერი. არა, მებრძოლი. გვირების ეპოქაში არა. ეხა იდეაში საოცარი ისტორიები. ნიჭიერება ადამიანს როგორი მაგარია. მე მართალი ვიყავ დასაწყისში რო თქვი. ჩვენ რა შეგვილია დღეს? აი როგორ ფიქრობთ? ან და რომელ სექტორში რა? აი რა ვიცი, თქვენი შეგიძლიათ რომ მომისმინეთ და ესეთი დუხით მომისმინეთ, ეს უკვე შეძელით რა. მე ესე ვთვლი რა. გმირი ხარ ლიტერატურის მისული, ეს მე სადაც ვარ მისული, ეხლა რაც მჭირდება, მე რაც მგონია რომ მჭირდება, ისევ უნდა გავიძლიერო თავი რაღაც მესამე პარტნიორი, რაღაც ვიღაცა უნდა შემოვიყვანო ოპონენტი ჩემთან, რომ რაღაც დამიწყოს კრიტიკულად ყურება და ხო, მე მომწონს ყოველთვის აი ეს ანუ აიგიოებ რა ხანდახან ჩემ პროფესიას ხოლმე არ ვიცი თქვენთან როგორ არის მე ყოველთვის ასისტენტი მყავს რომელიც ყველაზე მეც მეკამათება რა არ მიყვარს ვინც აი ყველაფერზე რო თავს გიქნევს რა იმიტომ რომ თუ გადაიჩეხები მან პრინციპში უფრო მარტივად იჩეხები და ის სურო პროცესში გეწინააღმდეგება ოღონდ გეწინააღმდება არა რისკით უფრო სტრატეგიით და იდეით რა. ხო, გასაგებია. ამიტომ ვცნობ მე ჩემ თავს როგორ ვცნობ იცი? კი ამ პრობლემებს წვითავ, მაგრამ ყველა გაჩერდა და მე მიყურებს რა. ოჯახის წევრები ეს გადაჭრის, ეს გააკეთებს. ეს არ მომწონს ჩემ თავში. მე ხო მიეჩვიან, მე მინდა ეხლა ჩემი ბიზნესი გავასხვისო და გავასხვისო დიდი ნაწილი ჩემი ბიზნესიდან, რომ მყავდეს ოპონენტი. რომ ვისპორო რა ეს არის კომპაქტური სიტყვა რაც მინდა გიპასუხო რა რომ მაგალითად ჯერ ესეთი რომ დამოუკიდებლად კიდე რაღაც კაპექსი ჩავდო ახალ ბიზნესში რაც იდეაში მაქვს რა და განვითარო ცოტა საინტერესოა და ეგ არის 20 წლის შემდეგი ხო თან კიდე რომ ამ ბიზნესში მყავდეს იმიტომ რომ რეალურად ხო მე კაპექსი გავაკეთე რა და ეხლა მინდა ოპექსი ოპერატორი რა და ოპერირების ტიპი არა ვარ მე რა მე მგონი ჩვენ კი არ გჭირდებით თქვენ არა როგორ არ მჭირდებით ჭირდებით კაცო ჩვენ გჭირდება თქვენ მე მგონია ჩვენ უფრო გჭირდებით ვიდრე პირიქით არის რასაც უყურებ ხა თუ ის არ მალავთ და იმ 20 წლის იქით რაღაცა გაატარეთ ეგ კიდე რაღაცა ხო არა ის 20 მე მგონი შემდეგ მოსვლაზე კოსმოსზეც აქ ნაფიქრია უეჭველი მარსზე რაღაცა პროექტები არა კოსმოსზე მარტო დუბაის new technology მუზეუმში ვარ ნამყოფი კოსმოსში მეტი არსად არა მე რა მგონია იცი ეხლა მართლა სერიოზულად გეტყვი რა წარ მე ამოცან როცა დაისვა ჩვენი შეხვედრის ხოლმე ჩემი თავი უნდა დამენახა თქვენთან ისე ხო ვერ მოვიდოდია რა ხო და ჩემი თავი დავინახე თქვენთან იმიტომ რომ ცნობადი ადამიანები ხართ ერთი მეორე მესამე ხო ამიტომ მე თუ აქ დავждდებოდი და ამას ყველაფერს მოუყვებოდი საზოგადოებას ხო ჯერ ესეთი და ის რისი გაყიდვაც მინდოდა იქაც უკვე გავაცხადებდი ამის შესახებ გუშინწი მქონდა ბროკერაჟი ივენთი მე სხვათა შორის და ბროკერები მყავდა უკვე და დავიწყე ამის გაყიდვა ჩემი წილის ასე ვთქვათ იქ და ამიტომ არ მგონია რომ თქვენ ვერ შეძლოთ ჩემი დახმარება თქვენი ცნობადობიდან გამომდინარე ხო ჩემი ინვესტორებიც ვინც მე მეხმარებოდნენ სხვა დროს და სხვა რამეებში ყოველთვის ასე მივადექ იმათ თორე ყველაზე კარგი და სასიამოვნო რაც ახლა მომისმინე იყო რომ ის იდეა აქ მოსვლის და მეორე ის რომ დღეს ბევრმა ხალხმა ჩვენი თაოსნობით ესე იგი გაიგებს ჯერ მარტო ამდენ წამოწყებას და ამდენ იმას იმედი მიეცემა ერთი რაც ყველაზე მთავარია რომ როგორც არ უნდა მოხდეს ცხოვრებამ და რა სიძნელეებიც არ უნდა ანუ ციხარასავით გადმოაგდეს ამოვიდა კლდე გადმოაგდო სამარცხელი ამოვიდა ტყე
და ამას მაინც ამდენი წლის განმავლობაში და ამდენი კატაკლიზმებით სავსე ეპოქაში ხო დაინგრა ერთი აშენდა მეორე არ აშენდა ავიდა აქეთ-იქით мотивация იმისა რომ ხვალ დღეს ახალი იდეებს ეს ახალი თაობა თუ რა ვიცი ძველი თაობა შეეჭიდოს ისე მოკიდოს ხელი არ შეეშინდეს ახალი იდეის არ შეეშინდეს წარმოუდგენლად ისეთი იდეის რომელსაც შეიძლება რაღაც არ ვიცი ხა 20 წლის წინ რაღაცა brown ground და green ground არ ვიცი გრენლანდიაში წარიწოდენ ალბათ რა არა საოცარი ინსპირაცია არის თქვენი ისტორია მე მგონი რაც მოგვიტავით თავიდან ბოლომდე ანუ განსაკუთრებით ახლა ნებისმიერი ადამიანისთვის ვისაც რაღაცას მეწარმეობა და entrepreneurship-ი უნდა და ჩვენი მიზანიც ეს იყო ხო აი ესეთი აი ამ ორ მხარეს იმდენად მარტივად გაეკვია გზა მსმენელისთვის და შემდეგი სტუმრისთვის რომ აქ რატო შეიძლება მოხვიდე. ერთი რომ აი ესეთი საინტერესო მოსაუბრე ბრძანდებით მეორე მსმენელიც ჩვენ მგონი სადაც რაღაც ჩაგეკითხეთ ბევრი რამე გასაგებია რატომაც უფრო მეტი ამოგვეღო იქიდან რომ აი რა ინსპირაციით მიდიოდით ახლა ალთადან ბალთაში რა და მიწიდან ღრუბლებში და ღრუბლებიდან უწევ კოსმოსში და ამის ვაშლების გავლით ხო ამდენი ტრაილერით რა ქვია კილკით ხო ცოტა კი იმავშვები მაგრამ აი საოცარი ჩემის აზრით ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესო და მიგნება იყო ჩვენთვის ეს იყო რისთვისაც ჩვენ ეს იდეა დაგვებადა ეს იყო პირველი და მადლობა ამისათვის ძალიან დიდი რომ ეს დღეს ვფიქრობ რომ თავისით მოხდა ჩვენ ძალიან არ მოგვინდომებია სიმართლე გითხრათ ეს თქვენ ისე წაიყვანეთ რომ ავტომატურად მოხდა რომ მსმენელი დღეს გაიგებს რომ მიუხედავად ამდენი განსხვავებული თემისა და სადღაც განათლება არაფერ შუაში არ იყო მხოლოდ იმის мотиваცია რომ არ უნდა გაჩერდე, უნდა დაიჯერო, უნდა იარო და დღეს შეიძლება ისეთი აზრი გქონდეთ კიდე მოგივიდეთ. ან დაუშვათ აქედან გასვლისას მიხვდეთ რამდენად სწორე მოქმედებდით ამდენი ხნის განმავლობაში და აი მე მგონი რომ ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის პირადად, მინდა მადლობა გითხრათ. და რა ვიცი აი წარმატებები უსულოთ მომავალი 20 წლის ეს პერსონაჟი ხართ აი დავდგამდი გენიალური პერსონაჟია კოლებრინიონიანი ეგეთი ანატოლი ფრანცი ეგე დაუძირავი ენერგია 3 წელია სიცარიელეში ვარო ესეთი რავი არის ხო რაში ხარო რაში ესე იგი მე რა მოსაწყენად მისხორია მეგონა რომ რაღაცა თითქოს აი ადამიანს რამხელა თავგადასავლები აქვს და როგორც მივხვდი კიდევ წინა აქ ყველაფერი და ნამდვილად წინა გისურვებთ წარმატებებს ჩვენი მხრიდან ეს არ ვიცი ადგილი პლატფორმა ეს სივრცე თქვენი ანუ ესეთი ადამიანებისთვის თურმე რა სწორე დაგვიწყია ეს, იმიტომ რომ ამას ალბათ ძალიან ესე მარტივად ვერ მივიდოდა მსმენელამდე და იმ ადამიანებდა ვისაც დღესაც ესეთი ისინი აქვს რა, აქედან იქით შემდეგი სტუმრებიც ხო მოქმედების უნარია და შემდეგი სტუმრებიც ვინც იქნებიან მათთვისაც ძალიან ის არის ხო რომ ესეთი რაღაცა შეიძლება. აი ხარ მადლობთ. მადლობა თქვენ იმისთვის რომ საშუალება მოგვეცა რომ ჩვენ ერთმანეთთან გვესაუბრა და ბოდიშით რომ იმისთვის რომ მე ბევრ ვწლავარ. პირიქით ჩვენ ხო ზუსტად ეგ გვინდა. კარგად გზადდებით ნახვამდის. დიდი მადლობა. ავატიყავით. კარგად. საოცარი აი ხა ესე ზივარ ვიღაცა ოთახიდან რო გავა და იმას რო იწყებ რა რო არ ჩერდება არა რატო იცი სხვა თემაზე რო შეიძლება ვერ ისაუბრო მართლა სინდბად ვარეხოდის ანუ თავგადასავლად მოყვა საოცარი აი როგორი რა არის ადამიანი ეხა მეტყვის ვიღაცა რო რა ვაკეთო აი რა უნდა ვაკეთო რა აი რა მითხარი რა აი ადამიანმა არაფერ რა მილიონი რაღაც თან როდის როდის სროლაში უბედურებაში
არა, გეოლოგიიდან დაწყებული მუზეუმი, კომპიუტერების გაკეთება. თევზის ბიზნესი. სერიოზული. სანდა აშხაბადში აშხაბადში. რას ლაპარაკობ? სახლები აუშენებია თურმე, რომელიც ის იყო და იცი რა, აი ან ეკონომიკა მაინც მომეწონა ეს იმის ისა რა ქვია რა უჩინაჩინის კუდი რა ბოლოს რო აი რამდენადაც სერიოზულად არ უნდა მიუდგე ამ საქმეს ეს უჩინაჩინის კუდი მე მგონი თან არ დაგაუწდეს ნარჩენების გარეშე შოთი მეორე მე ხახნო შოთი სტუმრად ხო არ მოხარ გადაცემაში ბედნიერები აკეთეთ ის რაც გინდა და ნარჩენების გარეშე